კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. დღეს გვაქვს მეხუთე კვირის სემინარი. მეხუთე კვირის ანუ ობიექტების და მასივების კვირა არის. და დღეს პრაქტიკულად გავიმლით რამდენიმე ამოცანას. ვისწავლით კარგ პრაქტიკებს და ასევე შევეხებით ისეთ თემებს, რაც არ გაგვივლია ჯერ. და საკმაოდ საინტერესო თემები არის ეგენიც, ანუ თეორიულად ახალი რამე არა, უბრალოდ ისეთ საკითხები, რაც გაგვიმარტივებს კოდის წერას. კარგით, მოდი დავიწყოთ პირველი ამოცანით. დაწერეთ პროგრამა, რომ იპოვოთ მასივში ყველა ლუწი რიცხვის ჯამი. როგორც ყოველთვის დღესაც იგივე პრინციპი გვექნება. ამ ამოცანას დავყოთ პატარ-პატარა ქვეპრობლემებად და ნელა გავუმკლავდებით მათ სათითაოდ. ჯერ მოდი მასივი ჩავწეროთ უბრალოდ const array და მასში მქონდეს მოდი რიცხვები 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. ანუ ამ მასივიდან უნდა ვიპოვოთ და გამოვთვალოთ ყველა ლუწი რიცხვის ჯამი. ანუ 2 + 4 + 6 + 8 + 10. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდეთ, მოდი ჯერ უბრალოდ უფრო მარტივად დავიწყოთ. და უბრალოდ გამოვიტანოთ ამ მასივის ელემენტები სათითაოდ. ამისთვის ჩვენ დავეხმარება for ციკლი, რომელიც წინაზე გავიარეთ. მასივი უნდა დავლუყოთ და თითოეულ ბიჯზე უნდა ამოვიღოთ მასივის ინდექსის მეშვეობით ელემენტი კონკრეტული. ინდექსი არის ელემენტის პოზიცია. ანუ ერთიანი მდებარეობს 0 პოზიციაზე 0 ინდექსზე, ორიანი პირველ პოზიციაზე პირველ ინდექსზე და ასე შემდეგ. და ამას გავაკეთეთ for ციკლის მეშვეობით, ანუ თავიდან i იქნება 0-ის ტოლი და ნელა გაიზრდება. თავიდან დავიწყებთ 0-ით, let i უდრის 0-ს. ინაკლებია array-ის length-ზე და i++. და მოდი უბრალოდ დავაკონსოლოთ მასივის ელემენტები, ანუ array index-ad i. ეს გამოვა array index-ad 0, მერე array index-ad 1 და ასე შემდეგ. და პროგრამა რო გავუშვათ, გამოვა რიცხვები 1-დან 10 შაფლით. ახლა გადავიდეთ მეორე ქვეპრობლემაზე. უნდა გავიგოთ რომელი არის ლუწი. ახლა დაჯამება ისევ არ გვინდა, მოდი. და უბრალოდ დავაკონსოლოთ მხოლოდ ლუწი რიცხვები. ანუ თუ array index-ad i არის ლუწი, მაშინ დავაკონსოლოთ. ამისთვის if პირობა დაგვეხმარება. ეს ამოცანა გაკეთებული გვაქვს ჩათვალეთ. უბრალოდ მასივი დამატე ზემოდან. რომ თუ array index-ad i რიცხვი იყოფა 2-ზე, ანუ რიცხვი ლუწია თუ ის იყოფა 2-ზე უნარჩთოდ. ანუ თუ 2-ზე გავყავი და ნაშთი მივიღე 0, მხოლოდ მაშინ დავაკონსოლოთ ეს რიცხვი array index-ad i. გავუშვე პროგრამა, გამოვიდა 2 4 6 8 10. და ახლა გადავიდეთ ბოლო ქვეპრობლემაზე. ბოლო პატარა პრობლემაზე, რომელიც არის დაჯამება. ან მე მინდა რომ ეს array index-ad i დავაჯამო სადღაცას. უბრალოდ ეგ ცვლადი ჯერ არ მოქვს, ამიტომ შევქმნი let sum უდრის 0-ს. ამას დეტალურად დავახსნი, იმიტომ რომ უკვე წინებზე ახსნილი გვაქვს რა. თუ კითხები იქნებათ, მაინც დამიწერეთ. მაგრამ მსგავსი ამოცანა გაკეთებული გვაქვს და მაგიტომ აღარ ჩავშალ დეტალებში. და თუ რიცხვი ლუწია, მაშინ აი ამ sum ცვლას, ამ ჯამის ცვლას უნდა დავუმატოთ array index-ad i. და როდესაც მორჩება ციკლი, დაიცვლება მთლიანი ჯამი და ბოლოს შეგვიძლია რომ ის დავაკონსოლოთ. ეს გამოვიდა 30. იდეაში ეს არის ამ ამოცანის ჩანაწერი, მაგრამ უფრო შეგვიძლია გავამჯობესოთ ფუნქციის მეშვეობით, აი ფუნქციას დავუმატოთ. მოდი ფუნქცია შევქმნი, უბრალოდ function რა დავარქვათ? even sum, ანუ ლუწების ჯამი. რომელიც პარამეტრად მიიღებს მასივს, რაიმე მასივს, დაითვლის ამ მასივში ლუწი რიცხვების ჯამს და ბოლოს დააბრუნებს მიღებულ კალკულაციის შედეგს. და ამ ფუნქციას გამოვიზიარებთ console log-ში და გადავაწყვეტთ არგუმენტად arrays. ანუ აი ამ მასივს. ამ მასივს ვაწყვეტით არგუმენტად, ანუ array აქ ფუნქციაში არის ეს მასივი და ამ მასივზე მუშაობს. და როგორც კი დაითვლის ამ ლუწი რიცხვების ჯამს, დააბრუნებს
return-ით. და პასუხი იგივეა. აქ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვანაირი for ციკლი. ახლა მე იდეაში ინდექსები არ მჭირდება, მე მჭირდება თვითონ ელემენტები, რომ გავიგო ეს ელემენტი ლუწია თუ კენტი. ამიტომ მე for ციკლის მაგივრად და ჩვეულებრივი სტანდარტული for ციკლის მაგივრად შემიძლია გამოვიყენო for of ციკლი. ანუ დავწერო for let number of array და როგორც ვთქვა თეორიულზე ვისწავლეთ, number ცვლადში შეინახება თითოეულ ბიჯზე კონკრეტული რიცხვი. პირველ ბიჯზე ან პირველ იტერაციაზე ერთიანი, მერე ორიანი, მერე სამიანი და ასე შემდეგ. და თუ ეს ჩვენი რიცხვი, რა ის ახლავთ გავართ არის ლუწი, ანუ ორზე გაყოფის ეს ნაშთს ნულს გვაძლევს. მაშინ დავაჯამებთ. და ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ჩანაწერა უფრო მარტივი და მოკლეა ვიდრე აი ეს ჩანაწერი. ესეც იგივე პასუხს დაგვიბრუნებს. და ეს არის ჩვენი პირველი ამოცანის ამონახსნი. თუ კითხვები გაქვთ, პარალელურად დაწერეთ ხოლმე ჩატში და ბოლოს გამხილავთ ყველაფერს. გადავიდეთ მეორეზე. დაწერეთ პროგრამა რიცხვების მასივის ზრდის მიხედვით დასალაგებლად. ანუ აქ რა გამოვიდა? რომ გვაქვს რაღაცა მასივი let array უდრის 5 2 3 4 1 და ეს რიცხვების მასივი უნდა დავალაგოთ ზრდის მიხედვით. ანუ საბოლოო პასუხი ჩვენი ამ პროგრამისა უნდა იყოს 1 2 3 4 5. პირველ ელემენტი ყველაზე პატარაა, ბოლო ყველაზე დიდია და ნელ-ნელა იზრდება შუაში. ანუ პატარიდან დიდამდე. ესაა ზრდის მიხედვით დალაგება. რას არ გვისწავლია. და ეს ამოცანაც ერთ-ერთი იმ ამოცანათაგანია, რომელიც განზრახმა ჩასმული, რომ დაასერჩოთ ხოლმე. აი ხა მაგალითად, მეც არ ვიცი, როგორ უნდა დავალაგო მასივი, რიცხვების მასივი ზრდის მიხედვით. როგორ მოვიქცეოდი? როგორ და პირველი ჩემი აზრი არის, რომ მოდი დავსერჩოთ. რა გამოიყენება? მოდი გავხსნი ახლა ბრაუზერს. და ბრაუზერში ჩავწერ იმ კითხვას, რაც მაინტერესებს. ანუ როგორ დავსორტოთ, ანუ დავალაგოთ რიცხვების ზრდის მიხედვით. How to sort array ascending order in JS. თუ არ ვიცით რაღაცა ზრდის მიხედვით დალაგება როგორაა ინგლისურად, ან დალაგება სორტი რო არის, შეგვიძლია ტრანსლეიტი გამოვიყენოთ და ისე დავსერჩოთ. Enter-ს ვაწვევი და აქ მეუბნება, რომ თურმე არსებობს sort ფუნქცია, აი MDN-ის არტიკლიც კი ამომიგდო. მე შემიძლია ხა ამას გადავხედო, წავიკითხო რაღაცა მაგალითები, განხილვა და რაღაც ბოლოს ჩავალ, მივხვდები, რომ მასივის დასორტვა შეიძლება sort ფუნქციით. ოღონდ შიგნით უნდა გადავაწყვეტოთ რაღაც კიდევ არგუმენტი. ეს წერია აი აქ. ეს. და ამასო გავარჩევდი, მივიღებდი პასუხს. ანუ მივხვდი იმის რომ რაღაცა არ ვიცი, შემიძლია რომ მაინც ინტერნეტში მოვძებნო. და მასივი რომ დავსორტოთ, ვიყენებთ sort ფუნქციას. ესე, array წერტილი sort მეთოდი. მეტი არაფერი. და ეს ახდენს მასივის მუტაციას, ანუ თვითონ ორიგინალ მასივში ანაცვლებს რიცხვებს ერთმანეთში. სორტავს ანუ ალაგებს. და მოდი დავაკონსოლოთ ჩვენი array. როგორ შედეგს მივიღებთ. გავუშვათ დაისორტა. ანუ 5 2 3 4 1 გახდა 1 2 3 5. მაგრამ მე რო აქ ჩავსვა სიტყვაზე 1000. ნახეთ რა გამოვიდა? 1 1000 2 3 4 5. არა და 1000 უნდა იყოს სულ ბოლოში. ეხლა თქვენ რო ჩაურმოვდეთ იმ დოკუმენტაციაზე, რაც ახსენი. ეს სორტი, მიხვდებით რომ ეს სორტი გამოიყენება ანბანის მიხედვით დასალაგებლად. A-დან Z-მდე. მაგრამ მე თუ მინდა რომ რიცხვები დავალაგო, მაშინ შიგნით არგუმენტად უნდა გადავცე კიდევ ერთი arrow ფუნქცია, რომელიც გამოიყურება აი ასე. შიდა ფუნქციის
ცოტა უცნაურია ეს, რომ აი სორტი ფუნქცია და კიდევ შეგინთ ფუნქციას ვატანთ. თავისთავად ჩანაწერი AB A-B. მაგრამ ეს უკვე დასორტავს რიცხვებს ზრდის მიხედვით. B- არ მქონდეს დასორტავდა კლების მიხედვით. ანუ ამ ამოცანის მიზანი არა, რომ მაინც ბოლომდე გესმოდეთ აი ეს AB რას ნიშნავს. როგორ შეიძლება რომ ფუნქციას კიდევ ფუნქცია გავატანოთ არგუმენტად. ეგ არ იყო მიზანი. თავარი იყო რომ დაგესერჩათ. ამას თუ გაარკვევთ თქვენით, ძალიან კაი იქნება, ძალიან მაგარი იქნება, თუ მიხვდებით ეს რას ნიშნავს. თუ არა და არა უშავს, იმიტომ რომ შემდეგ კვირას მაინც ვაპირებ ამის ახსნას. და იდეაში ეს იყო მეორე ამოცანის ჩანაწერი. გადავიდეთ რიგით მესამე ამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა მასივში ყველაზე დიდი ელემენტის მოსაძებნად. ოკეი. ანუ მასივი გვაქვს, სადაც ყრია რიცხვები და უნდა მოვძებნოთ აქედან რომელია უდიდესი. მოდი იგივე მასივს გადმოვიტან. აი ასე. და ჭკვიანურად რომ დავფიქრდეთ, იდეაში შეგვიძლია მივხვდეთ, რომ აი ამ სორტის გამოყენება კარგი იქნებოდა ამ ამოცანაში. იმიტომ რომ მე შემიძლია ეს მასივი დავსორტო, ანუ დავალაგო კლების მიხედვით და სულ პირველი ელემენტი, ანუ 0 ინდექსზე მდგომი ელემენტი რაც იქნება, ეგ იქნება ყველაზე დიდი ამ მასივში. ანუ მე რომ ეს მასივი დავსორტო კლების მიხედვით, ანუ A, B, B-A. ნახეთ მასივი რა სახეს მიიღებს? 1005-432-1. კლების მიხედვით, ანუ ყველაზე დიდი დგას პირველ ადგილას, ანუ 0 პოზიციაზე, 0 ინდექსზე. და შემიძლია რომ 1000 ამოვიღო, ანუ ერი ინდექსად 0. უფრო მარტივი ჩანაწერი შეიძლება მოგეძებნათ სადმე, რომ სიტყვას დაგეწერათ console.log math max-ი გამოიყენება მრავალ რიცხვს შორის უდიდესის მოსაძებნად. ანუ math max-ში ჩამოთვალა რიცხვი მაგალითად 5, 20, 45, 6 გამოიტანს 45-ს. და აქ რომ მასივი ჩავსვა, უნდა ჩავსფრედო, ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ მახსნი მალე მაგასაც სემინარის ბოლოს, მაგრამ ნუ ესეც გამოიყენება რა. თუმცა ასეთ ამოცანებში ესენი ჩაწერე კარგია, როცა ძალიან მოკლეა და ძალიან გასაგები, მაგრამ უმჯობესია რომ ამასთან ერთად ისე ჩაწეროთ, რომ არ გამოიყენოთ ისეთი ჩაშნებული მეთოდები და ფუნქციები, რომელიც პირდაპირ გიწყვეტ პრობლემას. ანუ ეხლა ამ სორტმა პირდაპირ გადაგვიწყვეტა პრობლემა. ამ math max-ს გადაგვიწყვეტა პრობლემა. ეგ კარგი არა. ჩვენით ეს ხომ ვიფიქროთ. ან ლოგიკური აზროვნების უნარს ვაყალიბებთ პროგრამირებაში ჩვენი წერით, ანუ ჩვენი ლოგიკის იმპლემენტაციით. კი დანიელ, math mini რო დაგვეწერა, მინიმუმს გამოიტანეთ ყველასას. ამიტომ მოდი ესენი არ გვინდა ეხლა, ნუ კარგი რა გვიწერია, მაგრამ მოდი ეხლა ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენ ჩავწეროთ. როგორ შეიძლება რომ მასივის რიცხვებს შორის გავიგოთ რომელია უდიდესი. მოდი რიცხვები გქონდეს 3 2 5 7 4. იდეაში 7-ია უდიდესი, მაგრამ ეს ჩვენ არ ვიცით. ამისთვის მოდი ჯერ ფუნქციას გავამზადებ. find max დავარქვათ, სადაც გვექნება პარამეტრი array და რომ გამოვიძახებთ აი ამ ფუნქციას console.log-ში, უნდა გადავაწოდოთ არგუმენტად array მასივი. და ეხლა ამ მასივზე მუშაობთ, ანუ იგივე აი ამ მასივზე. რა უნდა გავაკეთოთ? ნუ იდეაში ალბათ ლოგიკური იქნებოდა რომ წავიდეთ აი ამ გზით. თუ მინდა რომ გავიგო რა არის მაქსიმუმი, მე მიწევს რომ ყველა რიცხვზე მოვახდინო დაკვირვება, ყველა რიცხვს დავაკვირდე, ხო? ანუ მომიწევს ყველა რიცხვისთვის გადარბენა, დალუპვა. ან ამოცანების უმეტესობაში ეს დალუპვა გვჭირდება.
იმიტომ რომ ყველა რიცხვთან ქონდეს კომუნიკაცია და რაღაცები გავარკვიოთ. ანუ for cycle შევწერ მოდი ჯერჯერობით და დანარჩენი მე მოვიფიქროთ. Let i უდრის 0-ს. მოდი for of it დავწეროთ. ინდექსები მაინც არ გვჭირდება. For let number of array და დავაკონსოლოთ ჩვენი ნამბერი. და გამოიტანა 3 2 5 7 4 massive ელემენტები და undefined. ეს undefined ბოლოს და გამოიტანა ვიმე ხო არ მეტყვით. ჩაჩევ დამიწეროთ. ეს for cycle გავიგეთ და რა კონსოლებს massive ელემენტებს და undefined რა შუაშია. კი როგორ შეიძლება შეკო უბრალოდ ისე ჩანწერია რომ ეგრევე გადაწყვეტა პრობლემა. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ჩავწეროთ. return კი. return გვაკლია. ანუ თუ ფუნქცია არაფერს არ არეթარნებს, ანუ არაფერს არ აბრუნებს, default-ად ბრუნდება undefined და რო დაბრუნდა მე კონსოლში შეერჯდა და მაგით ვხედავთ. ოკეი, ახლა გადავიდეთ ისე პრობლემის არსზე. როგორ უნდა გავიგოთ აი ამ array massive-ში უდიდესი რიცხვი. წვდომა გვაქვს თითოეულ რიცხვზე. უბრალოდ პრობლემა აქ ის არის, რომ მე რო სამიანს ვუყურებ მარტო სამიანზე შემიძლია კონცენტრაცია და იმ სამიანის რაღაც აღება რა, მაგრამ მე თუ ორიანზე გადავედი, სამიანი დამავიწყდა უკვე. იგივე შემდეგ ბიჯებზე, მე თუ ხუთიანზე გადავედი, ორიანი დამავიწყდა. მე თუ შვიდიანზე გადავედი, ხუთიანი დამავიწყდა. ანუ მე რომს რაღაცა ლოგიკა მოვიფიქრო, მე აუცილებლად მჭირდება რომ უდიდესი რიცხვი დავიმახსოვრო რაიმე ცვლადში. ბერკედი მჭირდება დამატებითი. სადაც შევინახავ ამ ეტაპზე უდიდეს რიცხვს, ანუ ამ ეტაპზე რაც მაქვს უდიდესი რიცხვი, მაგას შევინახავ. ამიტომ მაგისთვის მოდი შევქმნი max ცვლადს. და ჩავთვლი რომ ეს ჩემი max ცვლადი თავიდან არის massive-ის პირველი ელემენტი. ანუ რაღაცა ხო უნდა იყოს თავიდან max-ი. იმიტომ მე შედარებები მოგვიწევს. ისე undefined-ისთან შედარებას არ გვინდა რა. ამიტომ თავიდან ჩავთვალოთ, რომ massive-ში ეს პირველი ელემენტი არის უდიდესი. და მე თუ რაღაცა შეიცვალა სიტუაცია, გადავცვლით. მოდი კოდი ჯერ არ გვინდა, ჯერ უბრალოდ გავიაზროთ. ჩვენ როგორ მივხვდებოდით უდიდესია თუ არა 7 ამ massive-ში. თავიდან გვაქვს max-ი 3-იანი, ხო? მოდი გადავიდეთ მეორეზე. ეს ამ ეტაპისთვის, აი ხლა ეს ორი რიცხვი გამოვიარე, უდიდესია? რა თქმა უნდა, არ არის უდიდესი. და მას რითი ვადგენ? იმით რომ ეს ორიანი 3-ზე მეტი არაა. მეტი რო ყოფილიყო უდიდესი იქნებოდა. გადავიდეთ ხუთიანზე. ეს ხუთიანი ამ ეტაპისთვის რაც არის, სანამ მოვედი, უდიდესია? კი, მაგრამ ამას როგორ ვადგენთ? იმით რომ ხუთიანი მეტია 3-ზე, მაქსიმუმ რიცხვზე. ანუ წერა რომ max-ი იყოს 3-ის ტოლი, ეხლა 5 იქნება, max-ის მნიშვნელობა შეიცვლება. მე 7-იანზე გადავდივართ. 7-იანი უდიდესია ამ ეტაპისთვის? კი, იმიტომ რომ 7-იანი მეტია მაქსიმუმ რიცხვზე, 5-იანზე. ამიტომ max-ში 7 ჩაიწერება და ნუ 4 მაქსიმუმი არა, იმიტომ რომ 7-ზე მეტი არაა. ანუ მე თუ ლოგიკურად ვიცი, ასე გადარბენით რა როგორ უნდა იმუშაოს, იდეაში მეტი რაფერი არ მჭირდება. ეხლა მე რას თქვი, ჩათვალე უკვე კოდი დაწერილია რა. ეს თუ გავიაზრეთ, კოდის დაწერას აღარაფერი აღარ უნდა. ანუ თუ ამჟამინდელი რიცხვი მეტია მაქსიმუმზე, გამოვიდა რომ ახალი მაქსიმუმი გვიპოვნია. ანუ if ამჟამინდელი რიცხვი ნამბერი მეტია max-ზე, მაშინ გამოდის რომ აი ამ შემთხვევაში აქ როდის შევა? როდის და თუ არ 5-იანზე მაგალითად, 5 მეტია 3-ზე? ანუ ნამბერი ჯერ 2 იყო, მე 5 გახდა, 5 მეტია 3-ზე? კი. ამიტომ ახლა მე max-ის მნიშვნელობა უნდა შევცვალო და აქამდე რომ 3 იყო, უნდა გავხადო 5. ანუ max ცვლადში ვინახავ ნამბერის მნიშვნელობას. მოდი გადავიაროთ ისევ. და ბოლოს max-ი ბრუნდება რა თქმა უნდა. თავიდან max-ი არის 3-ის ტოლი. 2 მეტია 3-ზე? არა, ამიტომ აქ არ შევდივართ. მე 5
მეტია 3-ზე, ანუ მაქსიმუმზე. კი. ესე იგი ეს 5-იანი ახალი უდიდესია, ამიტომ ვინახავ max სვლათში. ეხლა 5-იანი გახდა. მერე 7-იანზე გადავიდეთ. 7 მეტია 5-ზე? max უკვე 5-იანია წინა ჩანაწერიდან თუ იმშელეთ. ამიტომ max მნიშვნელობა შეიცვალა და გახდება 7-იანი. 7 გახდა და ბოლო რიცხვი 4 მეტია 7-ზე? არა, ამიტომ აღარ შევდივართ და ციკლი რომ მთავრდება, ეგრევე ბრუნდება მაქსიმუმი. მოდი გავუშვათ და მივიღეთ რიცხვი 7. ანუ ეს რა თქმა უნდა უფრო დიდი ჩანაწერია. მაგრამ ეს უკვე ჩვენი დავწერეთ. ლოგიკურად მივედით აქამდე რაღაც ისეთი გამზადებული მეთოდი არ გამოგვყენებია, რომელიც ეგრევე დაგვიფიქსავდა პრობლემას. ოკეი? ანუ ამასაც არაფერს არ ვერჩი, პირიქით უკეთესია რომ ორივე ხერხი იცოდეთ, მაგრამ ჯობია რომ თქვენითაც დაწეროთ ხოლმე თქვენი მსჯელობით ჩაწერილი იმპლემენტაცია. return-ი აბრუნებს მნიშვნელობას. ანუ შენ რომ ფუნქციას გადაეცი არგუმენტად მასივი, ეს არის input-ი მასივისთვის. ანუ მასივი შეაწოდე, მე ამან მასივი დაამუშავა რაღაცეები, ლოგიკა გაატარა და ბოლოს მნიშვნელობა დაგიბრუნა. ანუ გამოგაწოდა ინფორმაცია. ანუ output-ი გააკეთა რა return-ის მეშვეობით. გადავიდეთ დღეისთვის მეოთხე ამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა მასივიდან ელემენტის ამოსაღებად. ოკეი. მოდი ისე ფუნქციას გავამზადებ ჯერ. remove element დავარქვათ, რომელიც პარამეტრად მასივს მიიღებს და როცა დავაკონსოლებ ამ ფუნქციის გამოძახებას, გადავაწყვეტ რაღაც მასივი, მაგალითად თემო არა, უცბად რიცხვები იყოს, მოდი სტრინგები იყოს. ნიკა, ბექა, ლუკა. მაგალითად. ჩვენ იდეაში, ანუ ამ array-ში ნახება ეს მასივი. ჩვენ იდეაში უკვე ვიცით, როგორ უნდა მოვიღოთ მასივიდან ბოლო ელემენტი. და ამისთვის ვიყენებთ pop ფუნქციას. ანუ array წერტილი pop რო ჩავწერო, მე რჩხილები ამ მეთოდს არგუმენტი აღარ ჭირდება, დეფოლტად იღებს ბოლო მნიშვნელობას, ბოლო ელემენტს მასივიდან. და მე შემიძლია დავაბრუნო მოდიფიცირებული, ანუ მუტაციური მასივი, ანუ მუტაცია გავაკეთეთ ამ მასივზე. თვითონ შიგნით შევცვალეთ მისი კონტენტი. გავუშვეთ პროგრამა და იდეაში ნაწილობრივ შესრულებულიც არის ეს ამოცანა, იმიტომ რომ მეუბნებია რომ მასივიდან ელემენტი ამოიღეო, აქამდე იყო თემო, ნიკა, ბექა, ლუკა, ახლა არის თემო, ნიკა, ბექა. ფუში თომატებთ კი. მაგრამ მოდი ცოტა გავართულოთ. აი ჩავწერე ამოცანა და კმაყოფილი ვარ. მაგრამ მოდი აქ არ გავჩერდები. იქნე მე მინდა რომ ნიკა ამოვიღო. ნიკას როგორ ამოვიღებ? არც ბოლო ელემენტია, არც პირველი ელემენტია, რომ სიტყვაზე unshift-ით ამოვიღო. კიდე shift-ით ბოდეშით. shift. shift-ით პირველს ამოვიღებთ თემოს. არის მეორე ელემენტი, ანუ პირველ ინდექსზე მდგომი ელემენტი. ახლა სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ. აი თქვენ რო დაგვესერჩა, მივადგებოდით ეგეთ მეთოდს, რომელსაც ქვია splice. splice გამოიყენება მასივიდან რაღაც კონკრეტული ელემენტის ამოსაღებად. მოდი ერთად დავსერჩოთ. დავშევდეთ splice, slice კიდევ სხვა არის, slice არის რომ მასივი დავჭრათ. splice. და ნახოთ მაგალითი. ნახეთ, the splice method of array instances changes the contents of an array by removing or replacing the existing elements and or adding new elements. ანუ splice მეთოდი გამოიყენება მასივების კონტენტის შესასვლელადო, რომ რაღაც ელემენტები ამოიღო, ჩაანაცვლო და დაამატო. გვაწყობს.
და ახლა როგორ გამოიყენება? ამაჩი წავშლი. გვაქვს თვეების მასივი: იანვარი, მარტი, აპრილი და ივნისი. months მასივს, ან თვეების მასივს დავადეთ splice მეთოდი და გადავაწყვეტ არგუმენტად ერთიანი და ნულიანი. აქ ქვევით რომ ჩამოსვლოთ, მაგის ახსნაც არის. ეს start-ი delete count რას ნიშნავს? აქ შეგიძლიათ წაკითხოთ. და ჯობია რომ წაკითხოთ ხოლმე. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ელემენტების ამოჭრა იწყება პირველი ინდექსიდან, ანუ პირველი არგუმენტი არის, რომელი ინდექსიდან ვიწყებთ ამოჭრას. და მეორე არგუმენტი არის, რამდენი ელემენტი მინდა რომ ამოვჭრა. მაგალითისთვის, მე თუ ამ მასივიდან მინდა მეორე ელემენტის ამოღება, ანუ მარტის ამოღება, ესე იგი ამოჭრა და ამოღება ელემენტების უნდა დავიწყო პირველი ინდექსიდან, 0 და პირველი ინდექსიდან და მე მინდა ამოვიღო ერთი ელემენტი. თვითონ ეს. ამიტომ ჩავწერ manslice 1-1. და რო გავუშვათ ეს პროგრამა, ნახეთ, გამოვიდა იანვარი, აპრილი, ივნისი. მარტი ამოვიღეთ. მე რა სიტყვაზე დამეწყო მეორე ინდექსიდან, 0 პირველი მეორე ინდექსზე აპრილი არის, ანუ მეორე ინდექსიდან ვიწყებთ და ვშლით ერთ ელემენტს. ანუ ახლა ამოვიღებთ რომელი იყო აპრილს. მე თუ დავწერე 2 და 2, გამოდის რომ მეორე ინდექსიდან ვიწყებთ ამოჭრას, ანუ აპრილიდან და ვიღებთ ორ ელემენტს, ანუ აპრილს და ივნისს. ეს რო გაჩვენოთ, ნახეთ, იანვარი და მარტი დარჩა მარტო. ანუ მე შემიძლია splice გამოვიყენო. და ასევე ამასაც აქვს მესამე არგუმენტი. მაგალითად, მე მინდა რომ მარტი ამოვიღო, ანუ პირველი ელემენტიდან დავიწყებ ამოჭრას, ერთ ელემენტს ამოვიღებ და მესამე არგუმენტი თუ მაქვს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ვანაცვლებ. ანუ ეს მარტი ამოვიღე და აი თემოთი ჩავანაცვლე. აი ეს. ან შემიძლია რომ საერთოდ მარტი არ ამოვიღო და პირველ ინდექსზე თემო ჩავსვა. ანუ პირველ ინდექსზე ვსვავ, არაფერს არ ვიღებ და თემოს ვსვავ. ანუ ეხლა იქნება იანვარი, თემო, მარტი. ანუ splice მაგის საშუალებას გვაძლევს. ანუ აქ მე შემიძლია splice გამოვიყენო. მაგალითად, მინდა ამოვიღო ნიკა, ხო? დავწერ array.splice, ნიკა არის პირველ ინდექსზე. დავწერ ერთიანს და მინდა ამოვიღო ერთი ელემენტი. გავუშვე პროგრამა, ამოვიღეთ ნიკა. თუმცა ეს ფუნქცია სულად კაი ჩანაწერი არ არის. იმიტომ რომ იქნებ მე ბექას ამოღება მინდა. მაშინ მომიწევს რომ დავითვალო ბექა მე რამდენი ინდექსია 0 1 2, ანუ უნდა დავიწყო მეორე ინდექსიდან ამოჭრა და ამოიჭრა ერთი ელემენტი. ახლა იმუშავებს, მაგრამ ფუნქცია უნდა იყოს ზოგადი. ეხლა ეს ფუნქცია არის რაღაც სტატიკური, ფიქსირებული არის. ყველა ახალი ინფუტზე მიწევს ფუნქციის შესაძლებლობა, რაც ცუდია. ფუნქცია უნდა იყოს ზოგადი და დინამიური. ამიტომ ჯობია რომ მე ამ ფუნქციას არგუმენტად მარტო მასივი კი არ გადავაწოდო, არამედ ის ელემენტი, რომელიც მინდა რომ ამოვიღო. მაგალითად, მინდა გადავაწოდო აი ნიკას გადავაწოდე. და აქ შევინახოთ ეს ელემენტში. ანუ მე ახლა მჭირდება იდეაში, რომ გავიგო ეს ნიკა, ეს ელემენტი array მასივში, ანუ ამ მასივში მე რამდენი ინდექსია. და მაგისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ index of. აი წინა ლექსის პრეზენტაციაზე ბოლო სლაიდზე მქონდა რაღაცა მეთოდები, ეგენი უნდა გარესერჩებინეთ, მან იყო ერთ-ერთი index of. ანუ მე რო დავწერო array.index of ფრჩხილები element. index of არის მასივის მეთოდი და ამით გულისხმობთ, რომ აი array მასივში მაინტერესებს element მე რამდენი ინდექსია და ეს მის ინდექსს ვიბრუნებს. და მოდი შევინახოთ index სვლადში. ეს. ანუ ახლა მე რო დავაკონსოლო index, ნახეთ, რა გამოვა? დააბრუნე ერთიანი. ანუ ნიკა ამ მასივში არის პირველ ინდექსზე. მოდი ჩავწეროთ ლუკა. ლუკა არის მესამე ინდექსზე. ანუ ახლა მე შემიძლია აქ რომ ერთიანის მაგივრად ჩავწერო ინდექსი. ანუ გამოდის რომ მე ვიწყებ ინდექსიდან ამოჭრას და ვჭრი ერთ ელემენტს. და ეს ინდექსი იქნება იმის შესაძფერისი და იმის შესაბამისი. რა ელემენტიც გვაქვს აქ? ანუ ახლა მოიჭრება ლუკა, მერე მოიჭრება ნიკა, ეხლა ნიკა არა, ეხლა შემიძლია ამოჭრა თემო და ასე შემდეგ.
თუმცა შეიძლება იყოს ვარიანტები, რომ ისეთი ელემენტი ჩავწერო, რომელიც მასივში საერთოდ არ არის და ეს ამოჭრის ბოლო ელემენტს სამწუხაროდ. ეს რატო ხდება? რატო და როდესაც მასივში ეს ელემენტი არაა, index-of აბრუნებს -1-ს. ნახეთ? -1 დააბრუნებს ახლა. და -1 ნიშნავს, რომ აი აქ რომ -1 წერია, მინუსიდან უკვე ბოლოდან იწყებს. ანუ ჩათვალეთ -1-ზე ზის ლუკა. -2-ზე ბექა, -3-ზე ნიკა, -3-ზე თემო. სპლაისი ეგრე მუშაობს. ამიტომ აქ შემიძლია მქონდეს if statement-ი, რომ თუ ინდექსი არის -1-ის ტოლი, ანუ ეს ელემენტი მასივში არ გვაქვს, უბრალოდ დავარეითარნოთ element not found. რო ელემენტი ვერ პოვეთ ხო? და ინდექს დავტოვებ. და მე რო ფუნქციაში რაღაცას დავარეითარნებ, აი აქ ფუნქცია შეწყვეტს მუშაობას და ამ ხაზამდე აღარ მოვა. ანუ ახლა უკვე მიწერს element not found, მაგრამ თუ ისეთი ელემენტი გადავეცე, რაც მაქვს, მაგალითად თემო. აქ არ შევა, ამოშლის და დააბრუნებს მოდიფიცირებულ მასივს. აი ასე. Okay. ეს ხო ჩვენი მეოთხე ამოცანის ამონახსნე. მოდით გადავიდეთ დღეისთვის ბოლო, ან მეხუთე ამოცანაზე. ამოცანაში რაღაც ახალ საკითხებს ვისწავლით. დაწერეთ პროგრამა მრავალ მასივებს შორის საერთო ელემენტების მოსაძებნად. ანუ გვაქვს რამდენიმე მასივი და ამ მასივებს შორის უნდა მოვძებნოთ საერთო ელემენტები. მოდით საწყის ეტაპისთვის გავამარტივოთ. მრავალი ნიშნავს, რომ თავიდან არ ვიცით რამდენი მასივია. შეიძლება იყოს 5, 10 ან 1000. მაგრამ მოდით ჯერ ორ მასივზე ფოკუსირდეთ. ანუ მექნება ფუნქცია common elements დავარქვათ, საერთო ელემენტები, ანუ რომელიც პარამეტრად მიიღებს მარტო ორ მასივს, array-ს და array-2-ს. გამოვიძახებ და მოდი არგუმენტება გავაცეთ 1, 2, 3 და 2, 4, 5. ანუ ამ ორ მასივს შორის საერთო ელემენტი არის მარტო ორიანი, იმიტომ რომ პირველ მასივშიც არის და მეორე მასივშიც არის. მაგრამ ამას როგორ ჩავწერთ? ჯერ უნდა დავფიქრეთ, როგორ დავადგინოთ, რომ აი ერთიანი საერთო არის თუ არა. როგორ და პირველ მასივის რიცხვს გადავხედოთ და დავსვათ კითხვა. ეს ელემენტი მეორე მასივშიც მდებარეობს? არ მდებარეობს ერთიანი. ესე იგი, ერთიანი საერთო არა. ეხა ორიანი. ორიანი მეორე მასივშიც მდებარეობს? არა. ამიტომ კი არა, მდებარეობს. ამიტომ ორიანია საერთო. სამი საერთო არა, ამიტომ მეორე მასივში არ მდებარეობს. ანუ ჩვენ გვიწევს, რომ პირველი მასივი დავლუპოთ და ამ პირველი მასივის თითოეული რიცხვი შევამოწმოთ მეორე მასივში არის თუ არა. აქ შემიძლია გამოვიყენო for of, იმიტომ რომ ინდექსები არ მაინტერესებს, ელემენტები მაინტერესებს. For let number of array 1. ახლა ეს number-ი დავაკონსოლ, იქნება 1, 2, 3, პირველი მასივის ელემენტები. და ახლა თითოეულ ბიჯზე უნდა ვიკითხო, რომ number-ი შედის მეორე მასივში, array-2-ში და მე თუ მინდა რომ გავიგო მასივი შეიცავს თუ რაღაცა რიცხვს, ვიყენებ includes მეთოდს. ანუ თუ მეორე მასივი შეიცავს includes, შეიცავს numbers, ანუ ჯერ ერთიანს, მერე ორიანს, მერე სამიანს, გამოდის რომ ეს ელემენტი საერთოა და მოდი დავაკონსოლოთ. გავუშვათ, გამოვიდა ორიანი. ძალიან კარგი. ანუ მე აქ შემიძლია რომ ეს ორიანი დავარითარო ეგრევე. for ციკლში. მაგრამ ხო შეიძლება იყოს ეგეთი შემთხვევა, რომ კონდეს ორი საერთო ელემენტი, მაგალითად, აი 7-ები რომ კონდეს ბოლოს. მაინც ორიანს გამოიტანს. რატომ? იმიტომ რომ ორიანი რომ მიხვდა რომ საერთო იყო, შევიდა if-ში და return და მორჩა. return-ის ფუნქციის ფლობა ჩერდება, შესაბამისად ციკლის გაჩერდა. მე მჭირდება რომ ორიანის და 7-იანი სადმე შევინახო.
ეს 2-იანი და 7-იანი არის ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული ელემენტები, ამიტომ მაგისთვის მასივი მექნება ცალკე. ცარიელი მასივი. მოდი commons დავარქვათ. რომელიც ცარიელი მასივია და თუ ვიპოვი რომელიმე საერთო ელემენტს, ავდგები და იმ common მასივში ჩავფუშავ. მოდი commons არ იყოს, common იყოს. common მასივში ჩავფუშავ. push მეთოდით. ეს და დავარეთარნოთ ბოლოს common. მეორე for რაშია? 2 for-ი არ მაქვს. 1 for ციკლი მაქვს. გული პირველი მასივის ელემენტებს და თითოეული რიცხვისთვის ვამოწმებ მეორეში შედის თუ არა. და ახლა გამოიტანა მასივი 2-იანი და 7-იანი. Okay? მაგრამ თუ გვაქვს ისეთი кейსი, რომ მაგალითად პირველი მასივი უფრო პატარა ვიდრე მეორე მასივი. სიტყვაზე, ხო? ეს მაინც იმუშავებს. იმიტომ რომ თუ აქ ელემენტები გვაკლია, რაც გვაკლია, ესე იგი მეორე მასივში არ იქნება და საერთო არა, ესე იგი, ისედაც. ამიტომ ლენქსების შედარებას არ გვჭირდება. ამ პირიქით რომ იყოს თავიდან მქონდეს ბევრი ელემენტი, მეორეში ცოტა ელემენტი. არა პრობლემა. 1-იანი, 3-იანი, 7-იანი ისეც არ შედის აქ, თუ რომ შეკლდეს. ამიტომ არ გვჭირდება მაგის გაკეთება. for-ი ჩვეულებრივ ციკლია, უბრალოდ ინდექსირებას აღარ ვიყენებ, რომ for let უდრის 0-ს, ინაკლები array length-ზე, i++ ჩავწერო. როცა ინდექსები არ მაინტერესებს, დავწერ let number of array errors, მაგალითად array errors ვლუპავ და array errors თითოეული ელემენტი შეინახება number slot-ში. თავიდან number-ი იქნება 1-იანი, მერე 2-იანი, მერე 3-იანი, მერე 7-იანი. ანუ ეს არის ამონაცალის ამონახსნი 2 მასივისთვის. მაგრამ მე პირობაში მეუნებოდენ მრავალ მასივებს შორისო. ანუ მე არ ვიცი ფუნქციას არგუმენტად რამდენ მასივს გავატან. შეიძლება უამრავი მასივი გავატანო. აი ასე. 5, 20, 10, 1000 შეიძლება რა. და მე ფუნქციის კოდი რო შევცვალო არ შეიძლება. ანუ აქ ხوار ჩავწერო აი array 3 მქონდეს და დავწერო მე თუ array 2 შეიცავს და array 3 შეიცავს და მე 4 შეიცავს და მე 5 შეიცავს და ეგრე 1000 პირობა ჩავამძღივო. არა ხო? რაღაც უფრო ჭკვიანი უნდა მოვიფიქრო. თუმცა სამაგეს გავაკეთებდეთ, რაღაცა უნდა აღიხსნათ. ჯერ. მაგალითად მაქვს მასივი array რომელიც შეიცავს ელემენტებს 1 2 3 4 5 და მე მაქვს თქვენთვის ამოცანა ეგეთი რომ მე მინდა რომ თითოეული ეს მასივის ელემენტი შევინახოთ ცალკე ცვლადში. ამას როგორ გავაკეთებ? let audris arrays 0 ინდექსთან მდგომ elements b უდრის arrays 1 ინდექსთან მდგომ elements let c უდრის array ors d უდრის array sums და i უდრის array 4-ს. ანუ რას უნდა გვაქვს ასე გავაკეთებდით, ხო? მოდით დავაკონსოლოთ. გავუშვა და გამოვიდა 1 2 3 5. ანუ მაინც ვინახავთ მასივის თითოეულ ელემენტებს ცვლადში. მაგრამ ანუ წარმოიდგინეთ თითოეული ელემენტის შესანახად მჭირდება 1 ხაზი, ანუ 5 ხაზი მჭირდება აქ. და სინამდვილეში მე შემიძლია რომ ეს ჩავწერო 1 ხაზზე. ანუ მე შემიძლია და იდეაში ხომ ჩემი მიზანი რა არის? ჩემი მიზანი არის რომ ეს მასივი დავშალო, დააკვირდით რას თქოს ვიყენებ, დავშალო და შევინახო ცვლადებში. დაშლას ეწოდება იგენერატ დესტრუქტურიზაციაც. ანუ მე შემიძლია გამოვიყენო ტერმინის სახელად მასივის დესტრუქტურიზაცია. და ეს როგორ იწერება? იქნება let-ი ცვლადი, მერე ბრეკეტები და მერე უკვე აქ ჩამოთვლით ცვლადის სახელებს. ანუ A, B, C, D, E. უდრის arrays.
გავუშვათ პროგრამა, იგივე შედეგია. უბრალოდ ერთ ხაზზე გავაკეთე იგივე ჩანაწერი. აქ რა ხდება? აქ ხდება მასივის დესტრუქტურიზაცია, ანუ დაშლა სხვადასხვა ცვლადებად. მარცხენა მხარეს არის ცვლადი სახელები ბრეკეტებში A, B, C, D და მარჯვნივ არის მასივი. ანუ ამ მასივის პირველი ელემენტი შეინახება A ცვლადში, მეორე ელემენტი B ცვლადში, მესამე C ცვლადში, მეოთხე D ცვლადში, მეხუთე I ცვლადში. და ესაა დესტრუქტურიზაცია. ამ მიმდევრობას აქ ნიშნულობა რა. მე ასევე შემიძლია რომ აი სიტყვას თუ რაღაც ახალი ციფრი ჩაემატაო, ახალი ხაზი არ მჭირდება. უბრალოდ აქ დავამატებ ახალ სახელს ცვლადისას და ეგრევე შეინახავს. ახალი ხაზი არ მჭირდება. და თუ მაქვს სიტუაცია რომ მეუბნებიან რომ სიტყვაზე აი ერთიანი შეინახე A ცვლადში, ორიანი B-ში და დანარჩენი შეინახე others ცვლადში. ან C ცვლადში უბრალოდ რა. ანუ მე მჭირდება რომ 3-იანი, 4-იანი, 5-იანი, 6-იანი მასივად შევინახოთ C ცვლადში. და ამას გავაკეთებ 3 წერტილით. ნახეთ, ერთიანი შეინახა A ცვლადში, ორიანი B-ში და დანარჩენი შეინახა C-ში. ამ ოპერატორს 3 წერტილს ქვია rest ოპერატორი. rest ოპერატორი. რატო ქვია rest-ი ხა? rest-ი ნიშნავს დანარჩენს. ნახეთ, მე მინდა რომ C ცვლად შევინახოთ დანარჩენი ელემენტი, ანუ rest of the elements. rest-ი მაგიტო ქვია. ამ პირველი A შევინახა, მეორე B-ში და დანარჩენი, ანუ rest ელემენტები შევინახა C ცვლადში. მე ასევე შემიძლია აი ახ სხვა რაღაცას მინდა რომ გასწავლოთ ახლა. მაგალითად მაქვს ორი მასივი, let array1 არის 1 2 3 და მაქვს array2, რომელიც არის 4 5 6. და მეუბნებიან რომ ეს ორი მასივი გავაერთიანო. ნუ ერთ-ერთი ხერხი დავლევებშიც გადახედი და უკვე გიპოვიეთ, არის concat მეთოდი. რომ array1-ს ვაერთიანებთ concat მეთოდით array2-თან. აი ასე. და მე array1 უკვე იცვლება და გახდება გაერთიანებული მასივი. მოიცა, აი ეს აბრუნებს ახალ მასივს პოდიშით, let new array, ახალი მასივი დააბრუნებ და ეგ არის გაერთიანებული. 1 2 3 4 5. მაგრამ ასევე მე შემიძლია გამოვიყენო spread ოპერატორი. რა არის spread ოპერატორი ახლა? მე თუ მინდა რომ მასივიდან ელემენტები ამოვყარო და სადმე სხვაგან ჩავყარო, ვიყენებ spread ოპერატორს. spread არის გადასმა, აი ჩათვალეთ რაღაცა ელემენტები მოვყარეთ და რაღაცას გადაუსვით რა. spread-ი მაგითო ქვია. აი მაგალითად console log-ში დავწერო spread-ით 3 წერტილით იწერება. array1, 3 წერტილი array1, ესაა spread ოპერატორი. rest-ი არაა. ნახე 1 2 3 ამოყარა მასივიდან ელემენტები და ჩაყარა console log-ში. მაგრამ მე შემიძლია ეს ამოყრილი ელემენტები 1 2 და 3 ჩავსვა კიდევ ახალ მასივში. სიტყვაზე რა. და მასივი ჩაისმება. შემიძლია მე 4-იანს დავამატო, ანუ ესენი ამოიყრება array1-დან 1 2 3 და 4-იანი დაემატება. ანუ მე შემიძლია შექმნა ახალი მასივი, let new array, რომელიც მასივია უბრალოდ ელემენტებს გადმოყრეთ ჯერ პირველი მასივიდან, მერე მეორე მასივიდან. ანუ ჩავსფრედავ. ეს. ანუ ცოტა უცნაური, იმიტომ რომ ეს არის spread ოპერატორი და ეს არის rest ოპერატორი. მაგრამ ორივე 3 წერტილით იწერება. და როგორ უნდა გავარჩიოთ, რომელია rest-ი, რომელიც spread-ი, დაზეპირებას აზრი არ აქვს. ეს რაღაცა სიტუაციებში დავიზეპიროთ. რაღაცა წესი არსებობს. აი მოდი ეგეთი ამოცანა მქონდეს, რომ ამას მაღლა გადავიტან. და აქ 1 2 3 4 5 6 კი არ ჩავწეროთ ეგრევე. უბრალოდ ორი მასივი გავაერთიანოთ spread ოპერატორით. აი როგორ უნდა მივხვდეთ, რომ აი აქ ეს არის rest-ი და ესაა spread-ები. ყოველთვის ტოლობის მარჯვნივ თუ გვაქვს 3 წერტილი, ეგ არის spread ოპერატორი, უეჭველი. და თუ ტოლობის მარცხნივ გვაქვს
3 წერტილი ეგა REST ოპერატორი. იმიტომ ტოლობის მარცხნივ თუ გვაქვს ესე იგი დესტრუქტურიზაციას ვაკეთებ და მაგისთვის REST-ი გამოიყენება. ოკეი? ანუ აქ რა ხდება, რომ მასივები ერთიანდებიან და მე ხდება დესტრუქტურიზაცია, ანუ ერთიან შეინახება ასვლათში, B შეინახება ორიანი და დანარჩენები, ანუ rest of the ელემენტები შეინახება C-სვლათში. ანუ REST-ი გამოიყენება ტოლობის მარცხნივ, spread-ი გამოიყენება ტოლობის მარჯვნივ. ასევე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ და დესტრუქტურიზაცია გავაკეთოთ ობიექტებზეც. მაგალითად მაქვს person ობიექტი, რომელსაც აქვს name, temo, age, 20, profession, programmeri. და იგივე რაღაცას გეტყვით რა, რომ მოდი ეს temo 20 და programmeri შევინახოთ სხვა ცვლადებში. ამას როგორ ვიზავ? შევქმნი name სვლადს, რომელიც იქნება person.name. person-იდან სახელს ამოვიღებ. მერე age სვლადს შევქმნი და რომელიც იქნება person.age. age-ის მნიშვნელობას ამოვიღებ, ანუ age არის property და age-ს ვიყენებ როგორც გასაღებს, რომ ისი value-ი მნიშვნელობა ამოვიღო. და მერე profession იქნება person.profession. და შეიძლება, ანუ ვალიდური ხერხია რა. მოდი დავაკონსოლოთ-თან. გამოვა temo 20 პროგრამერი. მაგრამ მე შემიძლია ობიექტის დავშალო ნაწილებად, ანუ დესტრუქტურიზაცია გავაკეთო. და იგივე პრინციპით ვიზავ. ოღონდ ბრეკეტების მაგივრად ვიყენებ ფიგურულ ბრჭყილებს. აქ ბრეკეტები იმიტომ იყო, რომ მასივზე ვაკეთებ დესტრუქტურიზაციას, ობიექტზე ხდება ეგ უკვე ფიგურულ ბრჭყილებით. ანუ let name age profession უდრის persons. ეხლა მოდი დავაკონსოლოთ რა გამოვიდა name age profession გამოვიდა temo 20 პროგრამერი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ობიექტის დესტრუქტურიზაციისას აუცილებელია, რომ აი ეს ცვლადის სახელები ემთხოვდეს properties გასაღებებს. ანუ იდენტური უნდა იყოს. მასივების შემთხვევაში თუ მინდორობას ჰქონდა მნიშვნელობა, ანუ პირველი ელემენტი ჩაიწერება და პირველ ცვლადში მეორე ცვლადში და ასე შემდეგ, აქ ეგრე არაა. მე შემიძლია რაღაცა ასე ცალკე კიდე ასე მქონდეს რა. ეხლა age-ში განა temo ჩაიწერება. არა, age-ში ისე 20-იანი ჩაიწერება. ანუ properties სახელებით ხდება, სად რა გადაიტანოს რა. ანუ ესენი აუცილებელია, რომ იდენტური იყოს. ანუ name ცვლადში ინახავს name-ის მნიშვნელობას, ანუ temos, age-ში ინახავს age-ის მნიშვნელობას, ანუ 20-იანს და profession-ში ინახავს profession-ის მნიშვნელობას, ანუ programmers. თუმცა მე თუ მაინც მინდა რომ სხვა სახელი მივაინჭო, აქვე ვაკეთებ მაგას. ანუ მაგალითად მე მინდა რომ name properties მნიშვნელობა ამოვიღო და შევინახო ცვლად სახელად სახელი იყოს აი ასე. age მინდა შევინახო ასაკში და profession მინდა შევინახო პროფესიაში. ანუ იქნება სახელი, ასაკი და პროფესია. ესე შემიძლია თუ მაინც მინდა რომ სახელები შევცვლო ცვლადს. ანუ ჯერ properties სახელს ვწერ, რომელიც მინდა ამოვიღო და მაგის მნიშვნელობა სად უნდა შევინახო, მაგას ვწერ 2 წერტილის მერე უკვე რა. და ესა ობიექტის დესტრუქტურიზაცია. აქ რა თქმა უნდა შეიძლება ასევე შეიძლება spread ოპერატორი გამოვიყენოთ. მაგალითად object 1 გვაქვს, რომელიც არის A5 სიტყვაზე, გვაქვს object 2, რომელიც არის B10. მე შემიძლია მესამე ობიექტი შევქმნა. ობიექტი არის, სადაც ჩავყრი, ანუ ჩავსფრედავ ჯერ პირველი ობიექტის properties და მერე მეორე ობიექტის properties. აქაც შეიძლება მაგის გაკეთება. ნახეთ, გამოიტანს ახლა გაერთიანებულ ობიექტს. და ახლა მოდი გადავიდეთ ამოცანაზე. აქედან ამ ყველაფრიდან მარტო spread-ი გვჭირდება, კი და REST-ი ბოდიში. და ისეთი кейსი გვჭირდება, რაც აქ არ მithkomს, მაგრამ ესე უნდა ვიცოდეთ მაინც რა. და ახლა მივუბრუნდით ამოცანას. ანუ აქ მე პრობლემა რა მქონდა? პრობლემა ის მქონდა, რომ მრავალი მასივი მაქვს არგუმენტებად, არ ვიცი რამდენი. ანუ განა
მასივში მექნება მასივები. ასე შეიძლება რომ დიდ მასივში მქონდეს პატარა მასივები. და ნუ ერთ მასივში შევინახავდი აქ და მე ამოვიღებდი რო რამე. მაგრამ მოდი არ ქონდეს ეგრე. აქ მაქვს ბევრი მასივი შემოვთხოვდი, არ ვიცი რამდენის. მოდი 3 მქონდეს ამ ეტაპს. 2 4 9. და მოდი 4-იანი აქაც იყოს. მე თუ მინდა რომ ნებისმიერი რაოდენობის არგუმენტები შევინახო რაიმე ცვლადში, ვიყენებ აი აქ მე REST ოპერატორს. ანუ წერტილი array. ამას დავაკომენტარებ ჯერჯერობით. console log rr. გამოვიდა დიდი მასივი, ესაა array, დიდი მასივი, სადაც არის ყველა არგუმენტი. ანუ ფუნქციაში თუ ნახეთ, ფუნქციის პარამეტრში თუ ნახეთ 3 წერტილი, ყოველთვის REST-ი არის, სფრედი არასდროს არაა. თითქმის. ოკეი? და აქ REST-ი რატო გამოიყენება? მაგალითად, მე მინდა რომ პირველი მასივი შევინახო array ერთ ცვლადში და დანარჩენები, ანუ rest of the elements, შევინახო arrays ცვლადში. აი ასე. მოდი დავაკონსოლე ხა array 1 და arrays. აქ რა გამოვა? რომ პირველი მასივი შეინახება array 1-ში და დანარჩენები, ანუ rest-ი შეინახება დიდ მასივში. ანუ მასივის მასივია რა ეს. ერთ მასივში მაქვს ჩაყრილი ბევრი მასივი. ორგანზომელებიან მასივს უწოდებთ ეგეთ მასივებს, რაც არის ერთი დიდი მასივი და შეგინთა კიდევ ბევრი მასივები. მაგრამ მე თუ ჩავწერ უბრალოდ 3 წერტილი და arrays, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი რაოდენობის არგუმენტი ჩაჯდება ამ arrays დიდ მასივში. აი ასე. ანუ ესა arrays დიდი მასივი და შეგინთა პატარ-პატარა მასივები, არგუმენტები. ანუ მე ახლა წვლა მაქვს ყველა მასივზე, აბსოლუტურად. და აქედან ცოტა რთულდება უკვე. ეს აღარ დაგჭირდება. რთულდება და რატო? ხოდი ამას მაინც იყოს. ჩაანწერად. იმიტომ რთულდება, რომ აი შეიძლება 100 მასივი მქონდეს რა, ანუ არ ვიცი. თუმცა პრინციპი იგივეა. რომ პირველი მასივი უნდა დავლოპოთ ყველა ვარიანტში, მისი ელემენტები მოვიღოთ 1-იანი, 2-იანი, 4-იანი, 7-იანი და თითოეული ელემენტისთვის გავარკვიოთ სხვა მასივებში სხვა მდებარეობენ. ანუ 1-იანი მდებარეობს მეორე მასივში და მესამე მასივში? არა, ესე იგი საერთო არა. ორივეში უნდა იყოს, რომ საერთოდ აღვიქვათ. 2-იანი მდებარეობს მეორე და მესამე მასივში? კი, ესე იგი 2-იანი საერთოა, 4-იანი საერთო, იმიტომ რომ დანარჩენი 2-შიც მეორდება და 7-იანი საერთო არა, იმიტომ რომ აქ მეორდება და აქ არა. მაგრამ ეს შეიძლება იყოს 10 მასივი და 9-გან მომიწევს შემოწმება. მაგრამ ერთი რამე წასახარო, ამის დავლოპვა მაინც გვიწევს ახლიდან რა. ანუ for let number of რა. ეს მასივი არ მაქვს მე ჯერ. მე მაქვს ერთი დიდი მთლიანი მასივი და პირველი მასივი არის აი ამ დიდი მასივის მენულე პოზიციაზე, ანუ მენულე ინდექსზე. ამიტომ მაგას ახლა შევქმნიმე. let target array დავარქვათ, რომელიც არის დიდი მასივის, ანუ arrays მენულე ინდექსზე, მენულე პოზიციაზე და ამას დავлупავ. მოდი დავაკონსოლოთ რიცხვები, console log number. გავუშვებ პროგრამა, გამოვიდა 1 2 4 7, ანუ პირველი მასივი ამოვიღე დიდი მასივიდან, მე ეგ დავлупე. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. ეხლა მე მინდა რომ ეს ნამბერი გავარკვიო სხვა მასივებში არის თუ არა. მაგრამ მე არ ვიცი რამდენი მასივი იქნება. ეხლა 2-ია, მაგრამ შეიძლება იყოს 10 მასივი, 20 მასივი. და რამე ხო არ გახსენდებათ რა შემიძლია გამოვიყენო, რომ ნებისმიერი რაოდენობის მასივებში შევამოწმო. არის თუ არა ნამბერი. რამე ხო არ გახსენდებათ. ანუ აქ მე ვერ ჩავწერო, აი თუ ნამბერი არის სიტყვაზე მეორე მასივში და ამავდროულად ნამბერი არის მესამე მასივში, ეს უბრალოდ წერო გაიგოთ, რომ ეს ჩაარსო ჩანწერია.
დაამოდროულად ნამბერი არის მე-4 მასივში, ამას ვერ შევწერ, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენი მასივი მაქვს ფიზიკურად. ეხლა კი ვიცი 3 მაქვს, მაგრამ შეიძლება მე 10 მქონდეს. კოც ხო აღარ შევცვლი. რესტი არა. მე იმის თქმა მინდა რომ მე არ ვიცი რამდენი მასივი მაქვს დანარჩენი. სტორი ეშმაგი, for cycle. ანუ მე ხო დავლუპე პირველი მასივის ელემენტები. იმიტომ რომ გამიგო რიცხვები, რომ მე სხვაგან წავსულიყავი. მაგრამ სხვაგან რამდენჯერ წავიდე, ეგეც არ ვიცი. ბევრჯერ მომიწევს ასვლა, შეიძლება 1000-ჯერ მომიწიოს. და ეგ რო არ გავამეორო, მაგისთვისაც for cycle-ს ვიყენებ. ანუ მექნება nested ციკლები. ოღონ შიდა ციკლი მექნება let-ით. let იუდრის 1-ს ინაკლებია array-ს length-ზე. ეხლა უკვე დიდ მასივს ვლუპავ. მე ვლუპავ დიდ მასივს, რომ მე პატარა მასივს მივიწვდე. i++ და მოდი დავაკონსოლოთ array-ს იური ინდექსი. ვიმე ხო არ მეტყვით აქ 1-ად დავწერე და არა 0. ზოგადად ხო 0-დან ვიწყებთ ხოლმე. რო აი პირველი მასივიც ამოვიღო მეორეს და მესამეს და მე მეგერე მეორეზე გადავედი. ანუ პირველ ინდექსიანზე. იმიტომ რომ 0 პირველს ნიშნავს უკვე. ნუ მიგიხვდი. სწორია. მე რო 0-დან დავიწყო, გამოდის რომ პირველ მასივს შევამოწმე ამას. ანუ წარმოვიდგინეთ რომ მე თავიდანაც ამ მასივის რიცხვებს ვლუპავ და ვამოწმებ ამ მასივის რიცხვები მდებარეობს თუ არა თავისივე მასივში. რაც სისულელეა. რა თქმა უნდა ამ მასივში ერთიანი მდებარეობს, იმიტომ რომ თვითონ ერთიანია მასივში. ხო? ამიტომ სხვა მასივიდან დავიწყოთ. მეორე მასივიდან, ნუ პირველ ინდექსთან დგომიდან. ახლა ნახე რას დავაკონსოლებ array, დავაკონსოლებ numbers და arrays iur index. ნახეთ რას გამოიტანს. თავიდან დავლუპეთ პირველი მასივი, ანუ ერთიანზე ვარ ჯერ. ერთიანზე უნდა შევამოწმოთ აი ეს მასივი 2 4 5 7. მე ერთიანი უნდა შევამოწმოთ მდებარეობს თუ არა ამ მასივში 2 3 9-ში. იმიტომ მე i გაიზარდა გახდა 2 და ამ მასივზე გადავედით. მე ეს ციკლი რომ მორჩება, გადავდივართ ახალ რიცხვზე ორიანზე. აი ამ მასივის ორიანზე. მე 2 უნდა გავტესტო მდებარეობს თუ არა მეორე მასივში და მესამე მასივში. მე 4-ზე გადავდივართ 4-ი მდებარეობს თუ არა ამ მასივში და ამ მასივში. მე 7-ი მდებარეობს თუ არა ამ მასივში და ამ მასივში. ანუ რა გამოდის რომ თუ, ანუ ეს არის საძიებო მასივი და ესაა რიცხვი, რომელიც უნდა გავიგოთ მდებარეობს თუ არა. და დავწერთ რომ თუ დიდი მასივის პატარა ქვემასივებში, ანუ arrays iur ელემენტი შეიცავს includes numbers საძიებო რიცხვს, მაშინ დავარეთანოთ true. კიდე მაშინ common ელემენტებში ჩავფუშოთ, common მასივში ჩავფუშოთ. ამას ამოვკომენტარებ. წერტილი push number და ბოლოს დავარეთანოთ ჩვენი common. Okay. ანუ თუ მასივები შეიცავს მაგ რიცხვს, მაშინ ფუშავთ რა. გაუშვი რაღაცა არასრული დამკვირდა. 2 2 4 7. და ასევე კიდევ მეც გეტყვით რომ აი აქ რომ ერთიანი მქონდეს, ერთიანი საერთო იქნებოდა. ახლა ერთიანი ჩავიდა. ერთიანი საერთო ხო არაა. იმიტომ რომ მარტო ორ მასივში მესამეში არაა. მაგრამ მაინც ჩაფუშა. რატო? რატო ნახეთ? მე როდესაც ერთ მასივზე ტესტავ მდებარეობს თუ არა. თუ ამ ერთ მასივში მაინც ეგრევე ფუშავ რა. ანუ რას გულისხმობ? მაგალითად, მე მინდა გავიგო ერთიანი არის თუ არა საერთო. რას ვაკეთებ? დავლუპე ეს მასივი, ანუ ამ მასივზე გადავედი და თქვი რომ ეგ მასივი შეიცავს თუ არა ერთიანს. ეს მასივი ხო ერთიანს შეიცავს? კი. ამიტომ ეგრევე ჩავფუშე. და არ უნდა ჩავფუშა, ანუ მე ნაადრევად მივიღე გადაწყვეტილება. მე დანარჩენი მასივები არ გამიტესტავს. შეიძლება 1000 მასივიდან 999 შეიცავდეს და 999 არ შეიცავდეს და საერთოდ უკვე აღარ არის მასივი. ანუ ნაადრევად მე არ უნდა მივიღო გადაწყვეტილება. ამიტომ რაღაცა ბერკეტი მჭირდება, რომელიც დამეხმარება რომ აი ამ პატარა მასივებს ბოლომდე დავუარო, ან როგორც მინიმუმ იქამდე სამ აღარ შეიცავს და მე გავჩერდე.
იმიტომ რომ თუ ერთი შეიცავს და ჩავთვალე რომ საერთოა, ეგრე არ გამოდის რა. იმიტომ სხვაებს უნდა შევამოწმო. ამიტომ მე ამისთვის ბერკეს გამოვიყენებ, რამე ცვლაც. აი აქ გარე ციკლში შევქმნი include ცვლაც, includes, რომელიც თავიდან არის true stoli. აი მოდი ჩავთვალოთ რომ ახალ რიცხვზე რო გადავალთ, ან მაგალითად 1-იანზე, ან 2-იანზე, ან 4-იანზე, 7-იანზე, ჩავთვალოთ რომ საერთოა. ჩავთვალოთ. მაგრამ თუ რომელიმე მასივი არ შეიცავს მაგ რიცხვს, მაშინ includes-ი გავხადოთ false-ი. ანუ თავიდან ჩავთვალოთ რომ შეიცავს, მაგრამ თუ რომელიმე მასივი არ შეიცავს, მაშინ false-ი გახდება. ანუ აქ რა ხდება ერთიან შემთხვევაში? პირობა არის, ეს მეორე მასივი შეიცავს, პირობა არის, რომ მეორე მასივი არ შეიცავს ერთიანს. ეს false-ი, იმიტომ რომ შეიცავს, აქ არ შევდივართ. მერე მესამე მასივი არ შეიცავს ერთიანს. ეს სწორია, ამიტომ შევდივართ, შეგვიძლია include ხდება false-ი. ამიტომ საერთოდ აღარა ეს ერთიანი. და ამას გამოვიყენებთ უკვე ამ for ციკლის მერე. ანუ მასივებს რო გადავურბენთ ბოლომდე, ვიტყვით რომ თუ include-ი არის true, მაშინ აი ამ ჩვენს რიცხვს ჩავფუშავთ common მასივში. ეს უკვე სწორად იმუშავებს. ეხა მარტო ორიანია საერთო, ერთიანი აღარა, აი ბოლოში 4-იანიც რო ჩავამოდოთ, 4-იანიც საერთო იქნება. აი ეს. ანუ ეხა მე უკვე ბერკეტი მაქვს, რომელიც მეხმარება იმის გადაწყვეტაში, რომ აი თავიდან უეჭველი ყველა შეიცავს, რაღაცა ხო უნდა იყოს. ჩავთვალოთ რომ შეიცავს. მაგრამ როცა აღარ შეიცავს, false-ად ვაქცევ. და მე მაგის მიხედვით ან ჩავფუშავ ან არა რა. ამის მოკლედ ჩანაწერი შეიძლება აი ეს. include-ი ან true-ა და ან false-ი და თუ true არის შევაიგრევე რა. და ასევე ჯობია რომ როცა include-ი false-ი გახდება, დავაბრეიქოთ. ანუ ეს ციკლი გავაჩეროთ. რატომ? იმიტომ რომ თუ ეს მასივი არ შეიცავს რაღაც რიცხვს, გაგრძელებას აზრი აღარ აქვს სხვა მასივებზე. საერთოდ აღარა უკვე. და ამ ციკლს ვაჩერებთ. იგივე პასუხია, უბრალოდ უფრო ოპტიმიზირებული ეს კოდი. და ეს არის ამომცნაის ამონახსნე. ბევრი მოვიარე, შევიდა მოვიარე ძალიან, მაგრამ მინდოდა რომ აი ეს სამი წერტილი დამეწერა, რაღაცა აღიხსნით ორი სიტყვით რა, უბრალოდ გეტყვით რომ აი ყველა მასივს ინახავს მოდი ყველა არგუმენტს, მაგრამ აი ამდენი რო ახსენი უფრო კარგად გესმით რა, რესტიც იცით ახლა უკვე და სფრელით იცით. ანუ ისე რომ მივიხილოთ კარგად ბოლო ამოცანა. არა მარტივი. გადავუარეთ პირველ მასივს, რომელიც ამოვიღეთ აი ესა. ანუ 1-იანს, 2-იანს, 4-იანს, 7-იანს და შევამოწმეთ დანარჩენები შეიცავდა თუ არა. უბრალოდ ნაადრევად არ მიგვიღო გადაწყვეტილება, დამატებითი ბერკეტი გამოვიყენე include ცვლადი. ეს include გინდა ერქოს, გინდა თემო ცვლადია უბრალოდ რა, რამე დატვირთვა არ აქვს სხვა. და თავიდან ჩავთვალე რომ ყველა რიცხვი არის საერთო, მაგრამ თუ რომელიმე მასივი არ შეიცავს ერთი მაინც, მაშინ false გავხდი. რაც მენიშნებს რომ არაა საერთო და მე ვაბრეიქებ, იმიტომ რომ გაგრძელებას აზრი არ აქვს. და for ციკლი რომ მორჩება, შიდა for ციკლი, რომელიც მასივებს ლუპავს და არ რიცხვებს, მასივებს. მე ვიტყვი რომ თუ include-ი true არის, მოდი ჩავფუშოთ რა. ანუ include-ი true მაშინ იქნება თუ აი ყველა მასივს გადავუარი და არც ერთხელ არ შევედი if-ში. ანუ if-ში მარტო მას შევედი, როცა არ შეიცავს. და თუ არ შევედი, ესე იგი ყველა შეიცავს და true არის include-ი. მაგიდან ჩავფუშავთ. და ეს ხო ჩვენი ბოლო ამოცანის ამონახსნი. ეს მინდა რომ ესაუბროთ დღევანდელ სემინარზე. მადლობა რომ ესწრებოდით. ეხლა ჩანაწერს გავთიშო და გადავიდეთ კითხვებს.